რა არის მასში ის განსაკუთრებული, რომელიც სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობას განიჭერს. მე მინდა დავიწყოთ ბატონი ზაზაკი და ბატონო ზაზაკი, ხო პასუხობთ ამ შეკითხვას. 3 წუთი გაქვს. ჩვენ ძირითადად წინასაარჩევნო პროგრამა ჩემი არის. ალბათ ისე თქვა, ყველას ერთნაირი პროგრამა გვაქვს, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი არის სხვანაირად, ეს არის სოციალური პროგრამით ორიენტირებული პროგრამა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ქალაქ თელავში, ქვეყანაში და ქალაქ თელავში უნდა მოწესრიგდეს სოციალური პრობლემები. ადამიანებს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ კონდეთ საქმეში ჩასაწყობი, არ უნდა შეუძლიათ ადამიანებს. პრიორიტეტი იქნება ასევე შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს თელავში. ყველაზე მთავარი რაც არის ეს თელავისთვის წყლის პრობლემა, ჩვენებული ხედვა გვაქვს, როგორ შეიძლება ამ პრობლემის პრობლემა. ორი სიტყვით გეტყვით, რომ თელავის წყალი უკანონოდ აქვს აღებული ფერმ კომპანიას, ამით იურიდიულად არასდროს აქვს აღებული და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვივახცევთ სასამართლოს გზით ეს წყალი თელავში. თელავში ჩვენ დავუდგენი ასეთია, რომ უნდა გამოვიდეს. პირველ რიგში განათლება უნდა გამოვიდეს თელავის თეატრი და ისტორიული მუზეუმი, მეფის სასახლე და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლის გარშემო უნდა მოხდეს გვიანი ინფრასტრუქტურის ათქობა. ეს მოგვიანց იმის საშუალებას, რომ ქალაქში შემოვიდეს გაცილებით მეტი ვიზიტორი, ესახება ტურისტები, რომლებიც რა თქმა უნდა შეუძლია. და ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად არსებული, რასაც თქვენ ხედავთ და თვლით, რომ არის მიღწევა. თვითონ მე არის თელავს საერთოდ აქვს ახლა მიღწევა, თელავი არის მიწასთან გასწორებული ქალაქი. მოდის გიხდით ბატონო ზაზაკი. უფრო სწორი იქნება მე მგონი რომ ცოდოა ბატონი ზაზაკი. ეხლა აქედან დავიწყოთ და არ არის ცოდო, აქედან დაიწყო. არ არის პრობლემა. ცოდო რას ქვია? არა უკვე სამართლიანი მეცნიერება. მიღწევა ესე რომ არ ვიცი. შემდეგ კითხოს თქვენ გადავიწყებთ. კი ბატონო. მიღწევა თელავ შეიძლება. ვეტა გასტინძანა დირექტორ. არანაირი მიღწევა არ აქვს. ქალაქი ფაქტიურად ქალაქის ყველაზე ძვირფასი და ღირეული ობიექტები, ეს ობიექტებიც არის კულტურის ძეგლები, განადგურებული მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ძველი თეატრის შენობა, ახალი თეატრი თვითონ რას არის დამსგავსებული, ხო? წყლის პრობლემა მოუგვარებელია, ნაგვის პრობლემა მოუგვარებელი, ინფრასტრუქტურა, ანუ ფაქტიურად წარმატება თელავის დღეს ნამდვილად არ არის. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ქალაქის განვითარებას, ხო? ქალაქის განვითარება, ზეგანავს თქვი პირველ რიგში ეს არის რეალობიდან გამომდინარე, რომ ვისაუბროთ ქალაქი, რომ ქალაქს დაემსგავსოს, აუცილებელი აღდგეს ის ისტორიული ძეგლები და აღდგეს ის ისტორიული სამართლიანობა, რაც თელავს ეკუთვნის. თელავი არის უძველესი ქალაქი, რომელსაც აქვს უშველებელი პოტენციალი და ამ ქალაქში უნდა იყოს ღირსეული ადამიანები, დაფასებული ხელოვანი ხალხი, მწერლები, ისტორიკოსები, პროფესურა, რომ ამ ადამიანებმა შექმნა ნახვილიდან და დაალაგონ თელავის ისტორია და თელავში განვითარდეს თელავის ცხოვრება ისე, როგორც მას ეკუთვნის. და არა ისე რაღაც კერძო ინტერესები, უნდა იყოს ზოგადად თელავის თელავილების ინტერესები. თქვენ ხოდეთ საშუალება რომ კითხვები დასვათ. 2012 წელს ჩვენ ვიბრძოლეთ, გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ სააკაშვილის ინტერვიუ შეიძლება ის ითქვას და ამ დღიდან მე ვფიქრობ, რომ დაიწყო საქართველოში დემოკრატიული პროცესები, დღეს თუ ჩვენ აგვზევართ და ასეთ ამბავად ლაპარაკობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა. ბედნიერი კაცი ვარ, მე პირადად ჩემ წესიერეს მეგობრებთან ერთად ამ ბრძოლაში ვიყავი ჩართული და ბოლომდე გავიტანეთ და დავამარცხეთ ის, რაც სამარცხებელი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცხოვრობთ დღეს დემოკრატიულ ქვეყანაში. თუ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეკუთვნის თელავს და ღირსეულ ქვეყანას, მე რა თქმა უნდა მიულოცავ გამარჯვებას ნებისმიერ გამარჯვებულ კანდიდატს. რამდენად მნიშვნელოვანი იყო და მაყოფს ხარ თუ არა ამ შეხვედრაში? შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ამოიკვეთა ის, რომ კანდიდატებს აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, მაგრამ არ იყო მისაღები ჩემთვის ის, რომ სახელმწიფო კანდიდატი თავის თავს უკვე მე რაც აცხადებს. არაფერი შენიშნა არ არის.